ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ სახელწოდებით 45 წუთიანი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა კინოთეატრ აპოლოში. ფილმში მოთხრობილია საქართველოში საზღვაო განათლების ისტორია მე-19 საუკუნიდან დღემდე. ფილმის შექმნის იდეა ბათუმის საზღვაო აკადემიას ეკუთვნის და სასწავლებლის 95 წლის იუბილეს ეძღვნება. ფილმის რეჟისორი ზვია ცირაბიძეა, სცენარისტი კი ლალი ბერძენიშვილი. გადაღებებისთვის 10,000 ლარი დაიხარჯა. პრეზენტაციას სასწავლებლის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ. დოკუმენტური ფილმი საზოგადოებრივი მაუწყებლის საჯარის ტელევიზიის ეთერშიც გავა. ფილმი არის ძალიან მაღალი ხარისხის HD ფორმატზეა გადაღებული. რაც შეეხება ჩემს პირად ემოციებს ამ ფილმთან დაკავშირებით, იყო ძალიან საინტერესო სამუშაო, იმიტომ რომ ფილმის მუშაობის დროს გავიგე ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია. ლალი ბერძენიშვილის გარშე პრაქტიკულად ჩვენ ამას ვერ შევძლებდით, იმიტომ რომ ლალი მართლა უდიდესი სამუშაო ჩაატარა ამას ფილმის ნახვის შემდეგ თქვენ დარწმუნდებით ამაში. ძნელი იყო გაგვეკეთებინა აქცენტი რაღაც კონკრეტულ ამბავზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ამბავი ახლავს თან საქართველოში საზღვაო განათლებას და მის ისტორიას. და აღმოჩნდა რომ ეს ისტორია ფაქტიურად არ არის გამოკვლეული. ამდენად ჩვენ შევეცადეთ რომ სწორედ ეს დაგვესახა მიზნად და საქართველოს საზღვაო განათლების ისტორია წამოგვეწია ჯერ წინა პლანზე, მიუხედავად იმისა რომ ეს ისტორია იწყება ფოთის პირველი საზღვაო კლასებიდან და შემდეგ გადმოდის უკვე აჭარაში. გვინდოდა რაღაც ისტორია დარჩენილიყო, აკადემიის ყოფილიყო, არ ყოფილიყო წაშლილი ის სერიოზული ფაქტები, რომელიც საზღვაო განათლებას მოიცავს მთელ საქართველოში. აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წელს აკადემია საზღვაო განათლება 95 წლისაა ბათუმში საქართველოში და მიგვეძლა ამ დღისადმი, ამ წლისადმი გადაგვეღო დოკუმენტური შემოსევითი ფილმი, რომელიც ძალიან სერიოზულია.